ძდ ბანდა მოგესალმებით დაგირმული დაღალი ვიდეოთი. დღეს ვიდეოში გვექნება ჯეკოს ხოვრების 32 ეპიზოდი. მოკლედ დავბრუნდი ისე YouTube-ზე და ნუ ამხელა პაუზები აღარ მექნება. თქვენ მანამდე გამოიწეთ არხი და ალექსი რომ გაგრძელდეს შემდეგი ეპიზოდები. გაწეროთ ჩემს Facebook ჯუზზე რომლის ლინკიც აღწერაში არის. დამაფოლოვეთ Instagram-ზე და ნუ დანარჩენი არხებიც აღწერაში იქნება, გადადით და გამოიწერეთ. რა თქმა უნდა და ეხლა კი შევუდგეთ ვიდეოს. მოკლედ მეგობრებო, დაგიბრუნდით ისე, ნუ რა თქმა უნდა სუპერმარკეტი დაიდო უკვე, მაგრამ ცოტა ნახვები აქვს, მაგრამ წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ დიდი ჩემი თხოვნა არის, რომ გადაღვიდეთ ნუ არხზე და ნუ გამოიწერო ჩემი არხი და ალექსი რომ გაგრძელდეს შემდეგი ეპიზოდები, მაგრამ სუპერმარკეტი ჯეკოს ხორბას კაია რომ ბევრი ნახო უკროდება, მაგრამ მინდა რომ სხვა ვიდეოებსაც კონდეს ნახვები, მარტო ჯეკოს ხორბას არა. Okay, წინა ეპიზოდი როგორც გახსოვთ, ნუ სამეთვისი გადავიღეთ, რა თქმა უნდა, და იქ ნუ F22-ს ვაწყობდით, თუ საპროექტოდ და ნუ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნუ სამი თვე არ ჩანდი. ეხლა კი განახეთ დასრულებულ F22-ს. აი ესეც დასრულებული F22. აი, ნახეთ რა ძერსკობა გამოვიდა. ნუ აქ ზოლი, ნუ ბამპერი, კაპოტზე ესე გადადის უკან. ნუ აი ესე მიუყვება და ჩამოდის აი აქ, აი უკან. ნუ დისკები რა თქმა უნდა ძალიან დისკები დავაყენეთ, აი ძალიან მევასებთ დისკები. დისკები, ნუ ამაში თუ გადავიღეთ სპორტულ საბურავით რა თქმა უნდა, ენჯელები ნუ გავაწითლეთ და სარკეები ნუ გაშავდა, ნუ აქ ჩემი ნიკო პლეიერი დავაწერეთ სტიკერი. მივაკარეთ აქ, ნუ აქ დრიფტ კინგის სტიკერი. და აი აქ კიდე ლამაზი სტიკერი აი ეს. და უკანა მხარეც აი ესეთი გამოვიდა ჩვენი F22. ნუ და კიდე გითხარ იქ კიდე ნუ იცით ალბათ რომ ყველა ელოდებით რომ Porsche უნდა ჩამოსულიყო. თუ ჩამოვა Porsche ეხლა მოდი ამაგანას დავაყენებ თავის ადგილზე დავაყენებ Porsche-ს. ეხლა ვიდეთ Porsche-ს და აქედან ეს როდის კიდე ერთი მანქანა უნდა ვიყიდოთ და თუ არ ვიცი თუ გეცოდინებათ უნდა ვიყიდოთ კიდევ ერთი მანქანა. კომენტარებში ბევრი მიწერით რომ ეგ მანქანა იყიდეო, ამიტომ უნდა ვიყიდო აი ეგ მანქანა. ნუ გამოვიცვალოთ რა მანქანაც მაგას ვიდეოს განახებთ. ვიდეოში ნახავთ აქ ყველაფერს, ეხლა კი წავიდეთ Porsche-ს სანახავად და ნახოთ თუ ჩამოვიდა Porsche. მოკლედ ესე ჩვენი Porsche 911, მოკლედ ჩაოლებრივად ჩამოვიდა. მე როგორც ვიცოდი რომ იყო დარტყმული, ანუ ნავარიები, მაგრამ ნუ ნავარიები არ ჩამოსულა. ნუ ჩაოლებრივი Porsche არის. ნუ აქ არ ვიცი პარკინგი რატო აწერია არ ვიცი, მაგრამ ნუ იყოს როგორც არის. Porsche 911 არის, მოკლედ ნუ ფარები, ნუ კარგ მდგომარეობაში არის, ნუ დაზიანება მანქანას არ აქვს არანაირი. ერთადერთი აი ეს ჩვენ საქარემინა არის დაზიანებული, ოდნავთი, მაგრამ ნუ ეს არ აქვს საქარემინასაც შეცვლით. მოკლედ ამაზე გვინდა ჩვენ თავისი ორიგინალი, მაგრამ ეს არის ჩაოლები 911 არანაირი სპორტ ვერსია და რაღაც ეგეთი. უბრალოდ ამაზე გვინდა რა სპორტული. ანუ უფრო კარგი ბამპერი, ნუ წინ ბამპერი უნდა დავაყენოთ ახალი. და თან ტუჩიც უნდა დავუყენოთ ამას, როგორც ეს შეიძლება და მოიხსნება. კაპოტის უფრო ჭირლები დაყენებ, უფრო აგრესიული. ნუ შუშები ჩაიბურება, ნუ ეს საქარემინა შეიძლება, შუშები ჩაიბურება, დისკები უფრო ძესკი და მაგარი დაყენდება. ნუ სალონსაც დაგათორებეთ ეხლა. ნუ ჩაოლებრივად შავი წითელში სანონით არის. ნუ ძალიან კარგი ლამაზი სკამები აქვს, ნუ ჭერიც ნუ შავი არის, შავი წითელში არის, ნუ აქაც ეს ზოლი წითლად მოუყვება, ეს საჭე გავსურვოთ, ნუ საჭეს ჩაოლებით თავისი Porsche საჭე, რაც ძალიან ლამაზი არის Porsche საჭე. მაჩვენებელთა დაფა მანქანას აქვს გავლილი დაახლოებით ეს არის 2015 წლიანი, ნუ და მანქანას აქვს გავლილი 120,000 კილომეტრი. ხო და ნუ არც ისე ბევრი აქვს გავლილი სიმართლე რომ ვთქვა. ნუ საკმაოდ ნელია როგორც ხედავ, ოხში შევასკრინავ რაღაცას.
აი Porsche შეიძლება ცოტა ნელი არის. ხო, ანუ Porsche-ს აი და მოყავთ არის ჩამოსული პრობლემები, ტურბინის პრობლემა აქვს და ძრავის პრობლემა აქვს. ამ მანქანას და მაგიტომს დადის აი ეს. აი, საერთოდ ასტრაფილ არ აქვს. აი. და მოკლედ ეხლა ეს დავაყენოთ სახელოსნოში, სადაც არის, სადაც ვაკეთეთ ხოლმე მანქანებს. თოდაშორის 190-ის დატოვებული ყავს, უნდა შეიღოს ის კარბონი მოვაშოროთ და უფრო ლამაზი ვიზუალითაც იქნება. ეგ იქნება ამ მანქანის დასრულების შემდეგ. კიდევ ერთი მანქანა უნდა ნახოთ კიდე ამის შემდეგ. როგორც ის მოხდილი მანქანა იქნება, ოღონდ ცოტა ჩვენი ხელით იქნება, ანუ ასეთი ნავარები და რაღაცა არ იქნება. მოკლედ ესეც ასე. ესეც ჩვენი მანქანა. ხო და მოკლედ ამას შემდეგ ეპიზოდებში ნახავთ თუ როგორ იქნება დღეს ამ მანქანაზე არაფერი არ იქნება. ხვალ შემდეგ ეპიზოდიდან დაიწყება ამ მანქანის კეთება, დისკები, ვიზუალი და ყველაფერი. მოიცა ეს ჩავკეტოთ. ლიგარი. ხო, ეხლა წავიდეთ ჩვენ იმ მანქანისკენ, რომელზეც ვამბობდით, რომ უნდა ვიყიდოთ. ვერ ვიწერდით, რომ ეს იყიდეო. მოკლედ F90 M5 ნაღდი, ანუ M5 არის. მოკლედ აქ რაღაც წარწერები აქვს. მაგრამ დაიგინეთ, ეგ მოშორდება. მოკლედ ეს არის F1-ის შემცვლელი რა, F1-ი სავარაუდოდ მალე გაიყიდება. წინ ისეთი ფარები არა აქვს, ანუ წინ მინდა რომ თავისი ემის, ანუ რაც არის რაც აქვს უკან განახეთ როგორი ფარებიც აქვს ამას. ამას აქვს აი ესეთი ფარები თავისი, აი ეს ლამაზი დიოდები რომელსაც აქვს, აი ესეთი ლამაზი ფარები არის და ახლა უკან M5-ის ლოგო აქვს, მაგრამ ეს სასავარაუდოდ მოვაშორებთ, ანუ თავიდან ახალს დავაკრობთ. აქაც BMW-ის ლოგო, მაგრამ აი ნახეთ როგორ ძალიან ცუდადაა ეს, ანუ ეს უკვე ეს ემბლემა გადასაკეთების დღეში არის და უკან როგორი ფარებიცაა ლამაზი, ისეთივე ლამაზი ფარები და წინ რო იყოს. წინაც არა ეს უშლო, მაგრამ მაინც. ეს უნდა შევღებოთ სხვა ფერში, იმიტომ რომ შავი, ანუ ნახეთ აი ძალიან შავიც არ უხდება რა ამ მანქანას. უფერი წერდით და ეს მოკლედ ამით ცოტა გასართობად იქნება. მოკლედ, ხედავთ ალბათ შავი არის, შავი თეთრიანი, თეთრი ძაფებით, ემის ავარძლებით ძალიან, ანუ მართლა კომფორტული არის. ლუკი რა თქმა უნდა გვაქვს. მოკლედ აქაც შიდასაჩვენებელი, ესეც ემის საჭე, რომელიცაც ცისფერი ფერია თუ რა ვიცი როგორი ფერი არის, ლურჯი ფერი, ლურჯი წითელი ძაფები აქვს. საჭეს ძალიან ლამაზი არის, ანუ ემის საჭეები ძალიან მომწონს მე პირადად BMW-ების და მოაჩვენებდა დაფა. და თუ რა შეუძლია ამ F90-ს, M5-ს. ეხლა ვიგანახეთ. 拖来自北面，杀死人心中的比例。喝就喝，让你拿出那接受那些惩罚，自此以后不必挣扎。你的一切都是我给你的，包括你的生命，zam着不完全忘了眼自己天真的这一辈的恨，跟从我的还是那么被你回忆你的罪，而你根本在我面前不配上线。揭示了产物，不能反复，那么缠络，膨胀的自我的绝望结束，连个心丑恶像我不会陷入啊。熟悉的学习天真，别再骗人，和天真的黄昏，不能管嘛就烦，先把人性丑化，心中恨的残影，我的怒恨来自你的中和你的表情，觉得自己特别的会说，爱特别的赞，特别的烦，特别的伪善，甚至那么黑暗，让人们的随意发表的不能危害，社会真的悲惨，但是最后不会陷入对的不随追忆。出发点是熟悉，扮演参加效应，但没杀你赢得到，上来就被诟病。ეს თუ რა შეუძლია ამ M5-ს. მოკლედ ესეც ასე. მოკლედ ეს ძალიან შავი არ უხდება რა. ანუ ახლა ესა ძალიან ჩაშავებული. ყველაფერი შავი. ამას მაგარ ფერს დავაკრავთ და ეგ იქნებოდა ეგ. მოკლედ ეს მანქანას დავაღებთ. ეს მანქანის უდვას მინდოდა ანუ F1 და F1 და
F-ი და ის F22 გაიყიდება მალე და მალე აი ამ მანქანით ვიართ შეკრებებზე დრიფტი ასე შემდეგ. მართლა კარგად დადის, აი მართლა ძალიან კარგად არის, მაგრამ ერთი ჯიპი გვინდა რომ ვიყიდოთ კიდევ, ანუ შემდეგ ეპიზოდებში ვიყიდით ან ეხა ვიყიდით ოღონდ. ანუ ესეც ასე. ეს მანქანაც, ამასაც დავტოვეთ სახელმწიფოში. არა, ეს პრობლემა აქეთ ხრიდან დავტოვეთ. ანუ ესეც შეიძლება რომ რამე რა. იმიტომ რომ აი ძალიან შავი მე ზოგადად მევასებ ანუ მანქანებში, მაგრამ ამას ამანქანას არ ვხდები, ჩემი აზრით. თამაში აი ზოგადად კი ვხდება შავი, მაგრამ ეგეთ ამასაც დავტოვებ. ვიც აქ ჩავკეტავ. აი ესეთი ლამაზი კაპოტი აქვს, აი კაპოტზე კიდე ეს. ეს წარწერები მოშორდება და შეიძლება მაგარზეს გფრათ რა. რომელსაც ნახავთ შემდეგ, ანუ პროცესის შემდეგ გავაკეთებ ამ ყველაფერს, მანამდე ამ მანქანას არ გამოვიყვანთ არცეთ. ეხლა კი წავიდეთ იმ ჯიპის ანახავთ, რომელიც მომეწონა ვიდეოში რა. ესე ჩვენი ჯიპ რანჩეროგი, რომელიც ჩვეულებრივი 4x4 ძრავია, თავისი წყენიზალებით, შედარებით სუსტი არის, რა თქმა უნდა, ძრავის პრობლემებით ვიყიდე, ძალიან იაფად ვიყიდე ეს მანქანა, იმიტომ რომ პრობლემა აქვს ძრავზე, კარგად გაწევა არ აქვს, ჩვეულებრივი რანჩეროგი, შავი, ანუ ყველაფერში ჩაბურული შუშები და თვითონაც არის შავი. აქ რაღაც დაამაგრე. ეს სჭირდება ჩვენთან სახლში, თოვლი რო არის, აი იქ სასიარულოდ გამოგვადგება ეს მანქანა. თავისი საჭი, რომელიც ძალიან კარგი არის, აქეთ რა შეიძლება თქვა, სკამები, კომფორტული, აი მართლა ძალიან კომფორტული არის და ეხლა განახევთ ამ მანქანის გაწევას. აი გაწევა საერთოდ არ აქვს. მოკლედ ამ მანქანას და ტალახი და თოვლისთვის რო გაწევა არ ექნება, მაგაზე 2 აზრი არ აქვს რა, ამან აი აქ ვერ დადის და ამან აღმართზე რა უდაფნეს, აი მაგალითად აი აქ ვარ ახლა, აი აქ ნახოთ აბა რა სიძავს. კარგად ავდის. აქ რაღაც კარგად კი ავიდა. ოპა, ვიცი, დავტრიალდა. აქენა დავიდე. ასული კი არის, მაგრამ ძალა მაინც არ ყოფნის. როგორც საჭიროა, ისე მაინც არ დადის, როგორც უნდა იაროს, ისე არ დადის. ხო და მაგისთვის მაგას ამ მანქანასაც მივახოდოთ, ოღონდ ეგ ყველაფერი პორშე შემდეგ უნდა მოხდეს. და ჩავალგეთ. აი, როგორც უნდა მიდიოდეს, ისე არ მიდის რა. აი ეს ხელი ასე რატო აქ გაბაგული არ ვიცი. გაბაგული რატო არ ვიცი, მაგრამ აი ფაქტია რომ როგორც უნდა მიდიოდეს, ისე არ დადის. აი არანაირად არ დადის ისე, აი როგორც უნდა იაროს. და ხო, მანამ არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ხო. ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა. რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ეპიზოდები. აქ მოვიდეთ აი ეგ. გადმოვიდეთ და აი ეს არის ჩვენი ახალი მანქანა. ხო და მოკლედ კიდე აი აქ ეს აქ ველოსიპედები და რაღაც ეგეთებით. შეგიძლიათ იმოძრავოთ. ვიც აქ ხო არის ვიმაიმუნოთ ცოტა. მოდი მაინტერესებს რა სიზავს ეს მანქანა. აი აქ, აქ ჩავიდეთ, მე აქედან ავიდეთ თუ ავა. აიცამ ნახოთ. მოდი კამერა ესე ცოტა ესე დავაყენოთ. ვიცა კამერას გამოვწიოთ. წავიდე.
წავედი, მუსიკა დავადოთ თან. ნელ-ნელა ჩავიდეთ, ნელ-ნელა ჩავიდეთ აქ. აქ გავჭით. ეს რას გვინთავა? ოპა, თითქმის ავიდა. დავიხიოთ უკან. არა, ამსლაუჭის. ხა, ვიცი, აქედან რას გუსავიღებ ახლა. არა აზრი არა. წავიდა. ოპა ამო ეს დატრიალდა ოპ ვიცი ხა ხოში რა გავაკეთე ისი აქენა გავექანოთ ვაფშე აი აქენა ეს გავექანოთ და იქამდე მეორე ხარისთან ავიდეთ ვეცადოთ აი ეს დავით წავიდა ვიცი ოპ წავიდა მუსიკა დავადო ამას არა აზრი არა ლაკენა ნამოღლა ხა უცე აზრი არა ლაკენა სასო აქედა რაც გვინთავით უი აქ მოკლედ ესე ჩვენი ახალი მანქანა ცოტა დავჭეჭყეთ მოკლედ Porsche ნუ ძალიან რთული მოსახოდია ეხა ნუ რა თქმა უნდა ნაწლებს შოვნა და ნუ შეიძლება შემდეგი ეპიზოდში ეს მანქანა გავაკეთოთ რა უკვე ხოდი მომეცა ცოტა აიწევა საბუროები დიდი დაყენდება და ეგ იქნება და ეგ მოკლედ შემდეგი ეპიზოდში ნახავთ მაგ ყველაფერს ამიტომ გამოიწეთ არხი და დარჩით ამ არხზე მოკლედ სულ ეს იყო ჯეკოს ცხოვრების ეპიზოდი თქვენ მანამდე არ დაგავწეთ ვიდეოს დალაიქება არხის გამოწერა და რა თქმა უნდა იცით ალბათ Facebook-ზე უნდა გაწევრიანდეთ დამაფოლოთ უნდა Instagram-ზე და დანარჩენი ორი არხი და ნინოს არხი და ლუკას არხების ლინკი აღწერაში არის გადადით და გამოიწერეთ ეხლა კი მე კიდე შევხვდებით შემდეგში